გამარჯობა მეგობრებო. 8 საათი არის და მივდივარ მოტოციკლეტების რა ქვია იმას, ტექპასპორტები უნდა ავიღო. სადღაც დატოვეს. და შემდეგ მივდივარ გარაჟში ბიჭებთან შესახვედრა წარმატებები გვისურვეთ. მოვედით Moto Travel Georgia-სთანაც. მაგრამ დაუყენებია ვიღაცას ზედა მოსასვლელში. გამარჯობა. კამერას გვეტყვი. რა ხდება? მე? ოკეთ, გადაწყვიტა მასოსი გაქვს. გარკვეულმა რაოდენობა ხალხმა გადაწყვიტა წასვლა სად? შიქ სომხეთში. მივდივართ მან. შიქ სომხეთში. შიქ სომხეთში. ნასოსი გვაქვს, როსი გვაქვს. ეს იქნება ჩემი რაში. აგეს ინსტრუმენტი 0.49 აი ესენი სადღაცა გავხდე უნდა გაავს. საწოვი არის ამაში. დასასრულებელი. აი გააღეისა. Okay guys, I mean, here are the bikes. Yeah. Take your stuff in the bags and put everything inside. Yeah. And just in case, I will remind you that there is a backup car always behind us. Yeah. So if you want, you can leave all the stuff here. It's not necessary to carry it. We are anyway coming back. Yeah. So just take what you need. Yes. Yeah. Yes. I think the support car is like 20 minutes, 30 minutes away from you guys. So you can leave stuff there that you don't want to carry with you. So, yeah. Like for me personally, I prefer without any use. Personally. If you will find anything on the bike wrong, uncomfortable or anything like that, please let me know, and it will be nice. It will be if it will be on the Georgian side more. easy fix. Yeah. On that side is bit kind of big problem. So. Okay. What about lunch? I mean, lunch we will have every day. But there's 2 days where it can be a bit problem. So in a worst case, I mean, Nika. By the way, sorry. I mean that's Nika who is coming with us. Yep. Nika. Two Nikas. Oh, hold on. I need to take a picture. 2 Nikas. Nika and Nika. Nice. Double Nika. Double. Yeah. So you can call him Memarna. That's his nickname. Or Memo. Memo is the short. Yeah. Okay. So Nika will buy some fast food, maybe some that's fine. Snacks and Totally fine, stuff. So we would be without it. No, we are on diet. So far I have some. We all have. We can all get rid of it. It's okay. In worst case, I can take mine. ზათხარ. Შურო მისადა თავდადებისთვის? დიახ. Yes. Picho. მზად დავიბადე. Torn ready. დავიძარით. გამასწრეს მოტოციკლეტებმა უკვე. მაგრამ მეც მალე მივეწევი. ცოტა ნერვიულო. ჯერ თბილისიდან არ გავსულარ და ბენზინი დიზელი მიმთავრდება. ძალიან კაია. ხონა ვიპოვო გალფისადმე. ამათ გავუსო კანისტრები ცალკე. მე გავუსო. და მე ვსო უკვე დავაწვე და იმედია გალფს მალე ვიპოვი და სადმე არ გავჩერდები. Rock and roll. Everything you'll ever feel is real forever.
If anything will ever feel this real again. Only thing I ask of you. გზა ამერია და შემოვედი იქ სადაც არ უნდა შემოსულიყავ. ოფროუდი დავინახე თუ არა გადმოუხვი. მეტა რამდენჯერ ამერევა გზა, ეხლა იმიტომ რომ სრულიად Google Maps-ზე ვარ დამოკიდებული. ხოდა ამლევში უნდა გადმომეხვია და გადმოუხვია ამლევში, მაგრამ ამას მივყავარ თურმე ამლევის ცენტრში და ჩვენ ამლევის გავლით მივდივართ და ვაი. მოვედით ზემოთ. ტრასა კაია. გზა. ასფალტი. მოვედი ვიპოვე, ხიაგერ არიან, აი. ჩავალთ ახლა ლანჩი გვექნება და წავალთ. ჰაჰა. I got lost. I went on an off-road. I love off-road, so I saw off-road. Oh, they might go there. When we started, I knew we were 8, but then we were just 7. In your Sprinter van? Yeah. Actually, you were joking, but that Sprinter one is. Yeah, it was quite good. Yeah. I like it. Two sizes bigger tires. Okay. So it's like it. მივდივართ საზღვრისკენ. არ ვიცი ხა კამერაზე ჩანს თუ არა, მაგრამ იმენა ჩემ წინ მიდიან მოტოციკლეტები. მოგონ ჩანს. ერთი სკუტერი შემოიჭრა ჩვენს კოლონას. წესის და რიგით სხვა გაჩერება აღარ უნდა გქონდეს. და ეს უნდა იყოს ჩვენი საზღვრის ბოლომდე გზა. სამხრეთი მოვდივართ. და მე მგონი მე სპრინტერი ძალიან გამისწორდა. აია სპრინტერი. ესე იგი, 3 ვისტრომი არის, თუ არ ვცდები. 3 ტრანსალპი არის. და 1 აფრიკა, ნიკა. აფრიკა ჩვენი კაპიტანის მოკლედ დაგააპდეითებთ გზიდან. რაღაცნაირად ვასწრებ ხოლმე ტილებს. მოკლე გზებით მისვებ ჩემი Google Maps-ით რა ხდება არ ვიცი. წეგან უკან მივყევოდი დავკარგე ესენი. სადღაც ჩაუხვიე და ჩემ უკან გაიჩიცნენ. სახედაობა. ძალიან სასიამოვნო არის ამათი ყურება რა. და მეც რომ ამათთან ერთად ვიყო კიდე უფრო სასიამოვნო იქნებოდა, მაგრამ რაღაცნაირად ძალიან ასწავლებს. სილამაზე. მთები, შეხედეთ ამ მთებს. რამდენად ჩანს ეხლა ამ სიშორიდან და ვაი კუთხით არ ვიცი, მაგრამ ნიკა დააწვა ისე რომ
მაგარია. 40 წუთი დაგვრჩა საზღვრამდე. 40 წუთი. ორი და მოც. სალამაზი გზებია, ძალიან. მოვიდით საზღვარზეც. თუ სად ვართ? მეგონი საზღვარზე ვართ. სად ვართ? გუგუთში გაგვაჩერეს, ხა? ერთ-ერთ ჩვენს კლიენტს შეიძლება პრობლემები შეექმნას და არ გადაუშვან საზღვარზე, ხო და ვარკვევთ ხა. თავგადასავალი ესეთი რაღაცა პრობლემების გარშე არ არსებობს, მეგობრებო. მოკლედ კაცი არ გადაუშვეს. ამ საზღვრიდან ეხლა ვაპირებთ, რომ მე და ეგ ერთი კაცი წავიდეთ. ჩვენ ეხლა გუგუთის გამშვებზე და ეხლა წავალ გავბრუნდებით უკან სადახლოში. იქნება სადახლოს გამშვებმა ტრანზიტული ვიზა მოგწეს, ან ეხლა გზაში ავსებს ვიზას და იქნება გზაში დაგვაწიონ ამ კაცის ვიზაც თუ არა და მოგწევს მაგას გაბრუნება უკან და მე მომწევს მარტო სიარული სასტუმრო უნდა მიიღე რა მე ყველა კონჩი გადამიშვებენ და მოკლედ ეგ არის და ეგ კარგად დამიგრძელდა მე გზა ეხა ისინი გადავლენ და 1 საათში 3 საათში მივლენ უკვე და მე 2 საათი მინდა მარტო უკან. ნუ სადღაც საათნახევრით გამიზარდა და მაგრამ თავგადასავალი წავედი და შემოგეხმიანებით მე ის. წამოვიდით ეხა ჩვენ სადახლოსკენ მივდივართ. კარგი თავგადასავალი არის წინ და ნახოთ, მე მგონია რომ ყველაფერი კარგად იქნება და უბრალოდ ტესტავენ ის რაღაცა ძალები. და ადროებით. ავავსეთ სათადარიგო ბენზინის აუზები. პატარა რაღაცეები. 5-10 ლიტრიანები. და სადახლოს გამშვები პუნქტიდან ვარ სადღაც 9 საათის 25 წუთის დაშორებით და იმედი აქედან გაგვიშვებენ. მარნეულიდან გამოვედი ეხლა ცოტა ხნის წინ. ძალამაზი მთები არის. თქმა უნდა, ძროხების გარეშე როგორ შეიძლება? ფეხებზე კიდევ ცად დადიან. მოკლედ საქართველოს საზღვარმა გადაუშვა. მე გადმომაგდეს სატვირთოებში და სხვა ზონიდან უნდა შევიდე. მოდია სომხეთიც გაგვიშვებს რა. ნახა უნდა ვიდგე აქ და ამ სატვირთოებს ველოდო ჩემი. იქ გადავალთ. რა გვიშვანა, უთხარით რომ გაგვიშვანა.
რიგში ვარ პირველი. ნახოთ აბა. კამერას დავტოვო ჩართული რამეს მეტყვიან. ვითომ? გადაღება არ შეიძლება არსად არ წერია და თვითონ მიიღებენ თან აგერ კამერები აღებია. ვაი. მოვიდა ჩემი ჯერით. ნახოთ. გამარჯობა. რა გჭირდება? ეს ზოგადად. კარი ხო? კარია, მომეცით დოკუმენტი. ერთი წამით ეხლავე. და მანქანისასაც ეხლავე მოგცემთ. მოტოციკლეტი მიდევს ბაგაჟნიკში. დეკლარაცია არ აქვს თემისა. დეკლარაცია. შეიყვანეს შიგნით და მე მგონი მიცემენ ახლა ის, იმიტომ რომ მითხრა რატო არ მიდიხარო შენოდა. მეთქი მე ველოდები მეთქი ამას კლიენტი უნდა გადავიდეს ჯერ და მე მეთქვა და რა თუნდა უკაცო რა პრობლემაა მიცემენ ახლა ვიზას და წამოვა. მაინც დაველოდებით ხო. კაიო. სხვა შორის კითხა ქართველი ხარო ხო მეთქი. კაიო, მაშინ აქ ვიყავი მანქანაში და არ გადმოხვიდეო. ზივარეს. სატურისტო ვარ მე თან თურმე. მოკლედ გადავალთ რა. გადავიარეთ თავარი. ცუდი რაც იყო და всё. Короче, არ გადმოუშვეს და ეხა უკან უნდა გადავიდე. და მე ისე უნდა გადმოვიდე. Короче. ახლა თან რა ტრაილერების რიგში უძღვები თან შეიძლება რაღაცა ჩამქოლოს. ახლა რაღაც ჯერ ქართულს ვთხოვე. თუ შეგიძლია რომ წინ ჩამაყენოთ ხო და იძმო არ არის პრობლემაო. გაიხაროს, დაილოცოს. ეს დღეშიც არა დაჟე რავი რამდენ საათში 4 საათში საქართველოს საზღვარზე გადავედი და გადავდივარ უკან. ანუ საზღვარიდან გავედი და ეხლა უკან შევდივარ. რავი ველოდები ჩემს რიგს და არ იძვის რიგი. საერთოდ არ იძვის რიგიდან. ეხლა უნდა გადავიდე. ეს ტიპი დავტოვო. სადმე სასტუმროში. ამოვიდე უკან მე. ძალიან ბევრი ყავა ვიყიდე და დავაწვე სომხეთში. რომელი საათია იცი? ერთმეტს უკლია 20. Silence, patience
დავრჩი სპეციალურად საქართველოში, იმიტომ რომ უკარო გადმოვდიოდი, საქართველოდან გადმოსვლელი ტრეილერები აღარ იყვნენ. ვიფიქრე, რომ უცებ გადავალ და მე ეს ტრეილერები რაც დარჩენილია, ის გაიცხრილება, სანამ მე დავბრუნდებით ხო და ძალიან მარტივად გადმოვედი საქართველოს მხარე, კაცშვილი აღარ გადმოდიოდა, მაგრამ აქეთ მხარეს დამხვდა, გაშვებაზე დამხვდა, შეშვებაზე უბრალოდ ძალიან ბევრი ხალხი. 1.5 საათი არც დავძრულვართ და ეხლა დავიზარით და ცოტა ახლოს მივედით, მაგრამ დავდექით ისე. ეხ გაბრუნებას აზრი არ აქვს. სომხეთიდან იმდენი ტრეილერი გამოდის. წინაზე როგორც გამიმართლა და კეთილი კაცი შემხვდა, ეგრე აღარ შემხვდება. 4-ის 20 წუთი. ამ წამს რო გზაში ვიყო, ჩავიდოდი ალბათ 6 საათზე. არა, 6:30-ს. რამდენი დრო დამჭირდება ეხლა გადაკვეთა კაცმა, გადაკვეთისთვის კაცმა რაც არის იგივე. 12-მდე რომ მიძინოს, 7-ზე 8-ზე ჩავიდე. 12-მდე რომ დავიძინო, გავკაჩავ. ჩვეულებრივად და მე უკვე იქით რო იქნებით, აღარაფერი ეგეთი არ მოხდება და ადრე დავიძინებ. დავისვენებ გემრიელად. ხო. დროებით. ალბათ თუ გამოიცნობთ სად ვარ. საზღვარზე ისე 7 საათი ხდება. ჯერ ამ ხალხში ვიდექი და ეხლა თავიდან ვარ. თითქმის იგივე რიგში რატომღაც რენტგენის გასაკეთებლად გამონიშნეს. მეუბნები არ მაქვს არაფერი მოტეხილი, მაგრამ არ მიჯერებს. Короче, რენტგენი უნდა გადაიღო. ვაფშე არ მძინებია. მაგრამ მაინც ჯანზე ვარ. და უკვე სასაცილო ხდება ეს ყველაფერი. წესი ერთგვარებს არ გეუბნებიან. რა უნდა ქნა. Просто паспорт გეუბნებიან. რა პასპორტ, აჰა პასპორტ მეთქი. ისე ვაი აქაური ტრაქერები ვინც არის ამ ძღოლები, ისინი დამეხმარნენ. მიმასწავლეს რაღაცები, რა მოდიო აქ და დექიო ის ეს, короче. რავი, იმენა პრესში გამატარეს ტიპებმა ერთ მართლა სოჩი ეგ გადარჩათ, რომ პრესში გამატარენ, დანარჩენი ყველაფერი ის. 12 საათზე მეტია აქ ვარ მე. короче. აბა სად ვარ თუ მიხვდებით მეგობრებო, ახლა უკვე გადმოვედი. სად გავაჩერე? გავაჩერებ და ახურდავ ფულს და ვიყიდი რაღაცას. ავწიოთ ფანჯრები. ოპა. კარგად შული ვარ, მაგრამ ხოძზე ვარ ძალიან, კაი ხასიათზე ვარ მაინც.